გამარჯობა, BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. გვიყურებთ ტელეპიროზე და გვისმენთ ჩვენი პარტნიორი რადიოების თბილისის, ერეთის და ციტრუსის საშუალებით. აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა -5.3% შეადგინა, 8 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა. ტრადიციულად ჩვენი ჟურნალისტი თელარ გელანტია დაესწრო საქსტატის დირექტორის, ასევე ტრადიციულ ბრიფინგს და უფრო მეტს გვეტყვის თავად თელარ მოგესალმები. ძირითადად რის ხარჯზე შემცირდა საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 5.3%-ით? მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები და ტრანსპორტი, ესა ის სამი დარგი, სადაც ყველაზე მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა აგვისტოში და გამომდინარე იქიდან, რომ ამ სექტორების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დიდია, უარყოფით ზრდაზეც მათ დიდი როლი ითამაშეს. მოკლედ, ყველა სექტორში იყო კლება, გარდა სამთო მოპოვებითი დარგისა, შეგვიძლია ახლა თავად გოგიტა თოდრაძეს მოусმინოთ. მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობების, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემცირება მეტწილად დაკავშირებული იყო საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შემცირებასთან. ტრანსპორტის სექტორში კლება მეტწილად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, შემცირდა ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და შესავლის მოსახურების გაწევით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობა. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც მოგახსენეთ, ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ აქ ამ სექტორში კლების მიზეზად გვევლინება ასევე სპორტის, გართობის, დასვენების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების მოცულობის შემცირება. ვაჭრობის სექტორში კლება ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებამ. 37% შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. შემცირდა ასევე საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ფეხსაცრითა და ტანსაცრით, სხვათა შორის შემცირდა ასევე ალკოჰოლური სასმელებით საბითუმო ვაჭრობა, რაზეც რასაკვირველია იმოქმედა ტურისტების რაოდენობის შემცირებამაც. ეკონომიკის წინასწარი შეფასებისას მნიშვნელოვანი ინდიკატორია ახალი საწარმოების რეგისტრაციის სტატისტიკაც. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 4.4%-ით ნაკლები ახალი საწარმო დარეგისტრირდა გასულ თვეში, რაც შეეხება DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვას, ის 7.4%-ით შემცირდა აგვისტოში 6 მილიარდ 906 მილიონ ლარამდე. ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ დაკავშირებული არ იყო, მაგრამ გოგიტა თოდრაძეს ტრადიციულ ბრიფინგზე ვკითხეთ, როდის იქნება მზად დაუკვირვებადი ეკონომიკის კვლევის შედეგები და ხომ არ შეაფერხა ისიც პანდემიამ. მან გითხრა, რომ წლის ბოლოს ეს კვლევა უკვე საჯარო იქნება მდექა. ძირითადად ეს კვლევა საინტერესო იქნება ალბათ უძრავი ფინანსთა სამინისტროს სუჯადგან, როგორც ივანე მაჭავარიანმა თქვა, Forbes-ის კვირაში განაცხადა, დაუკვირვებადი ეკონომიკის ზომა ამ პანდემიის პერიოდში უკვე უკეთ გამოჩნდა. კი, შესაძლოა ეს კვლევა მათთვისაც საინტერესო იყოს, ან რაღაც ფორმით გამოიყენოს ფინანსთა სამინისტრომაც. გარდა ამისა, ასევე დეკემბერში გამოაქვეყნებს საქსტატი უმუშევრობის დონეს უკვე ახალი მეთოდოლოგიით, რაც არანაკლებ საინტერესოა, რადგან სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ დღეს თვითდასაქმებულად ითვლება ახალი მეთოდოლოგიით, თუ ის საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს არ სთავაზობს, ან საკუთარ შრომას არ ყიდის, დასაქმებულად არ ჩაითვლება. რაც ბუნებრივია ქვეყანაში უმუშევრობის ოფიციალურ დონეს, რაც დღეს გვაქვს 11.6%, დიდი ალბათობით საკმაოდ გაზრდის. მადლობა თელარ გელანტიას ინფორმაციისთვის. განვაგრძობთ გადაცემას. თბილისის მერის საქმის კურსში გასულ თემას ეხმაურება კახკალა და დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა.